მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ყოველნო მართლმადიდებელნო ქრისტიანინო და ყოველნო ქართველნო და ჩვენ ვსაუბრობდით ბუნებების შესახებ, რომლების სიყვარული, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან ჩვენ, ნიშნავს კერპთაყვანისმცემლობას. კიდევ უფრო საფუძვლიანად გვსურს ამ საკითხებზე საუბარი, დავიწყოთ თავიდან თუ ძველი აღთქმის პერიოდიდან, დაბადების წიგნიდან, რომელიც მოგვითხრობს ჩვენ პირველი ადამიანების, ადამისა და ევას და მათ თაობების შესახებ. მოგეხსენებათ, ადამი და ევა სამოთხეში ნეტარი ცხოვრებით ცხოვრობდნენ და ცოდვით დაცემის და სამოთხიდან განდევნის შემდეგ ისინი დარჩნენ სამოთხის მიღმა და კაცობრიობა ნელ-ნელა დაკარგა ცოცხალი კონტაქტის შემოქმედ ღმერთთან და წმინდა მამები ასე ამბობენ, რომ სატანა არ დაკმაყოფილდა იმით, რომ დაამარცხა ადამიანი და თავისი ხელმწიფებისა და ტყვეობის ქვეშ ყავდა იგი და აღვივებდა მასში სხვადასხვა ვნებებს, ცოდვის სამსახურით, საკუთარ მსახურებად აქცია ისინი და აზრი იმისა, რომ თითქოს იყოს ვითარცა ღმერთი, რომელიც არასვენებდა ანგელოზს ზეცაში, ის არასვენებს მას ამ ცისქვეშეთშიც, სადაც ის გამუდმებული ტოლვით ცდილობს რამენაირად ეს სულისკვეთება დაამკვიდროს ადამიანებში. სწორედ თავისი ეს წადილი განახორციელა მან დედამიწაზე კერპთაყვანისმცემლობის შემოხებით. ანგელოზებისა და ადამიანების ამ დაცემის შემდეგ, ესე იგი, კიდევ ვისაუბრებდით, მაგრამ მანამდე კერპთაყვანისმცემლობის საკითხებზე უნდა ვთქვათ, კაცობრიობა ნელ-ნელა მრავლდებოდა დედამიწაზე, მასთან ერთად მრავლდებოდა ვნებებისა და ცოდვების დაკმაყოფილების სურვილი და ადამიანმა დაიწყო გაღმერთება მისი ცოდვების, მისი ნაირსახეობების შესახებ ნაწილობრივ ვისაუბრეთ ჩვენ, კიდევ სხვა საკითხებზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. თუ ერთი ჭეშმარიტი ღმერთის რწმენა ჯერ კიდევ იყო მთავარი თაყვანისცემის საგანი წარღვნამდე, წარღვნის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ნოეს 3 ვაჟისაგან წარმოშობილ ერებში დაზიანებული იყო უკვე ჭეშმარიტი სარწმუნოების მრავალი ელემენტი, ადამიანებში უკვე არსებობდა ხსოვნა ერთიანი ჭეშმარიტი ღმერთისა, მაგრამ უფრო და უფრო იკიდებდა ფეხს ის წარმართული კულტების, ანუ კერპების თაყვანისცემის ფენომენი. კერპი ძმაუნდადანო ბერძნულ ენაზე ნიშნავდა ენციკლოპედიის განმარტებითაც ესე ნიშნავს, რომ ორგანზომილებიანი, ანუ სურათის სახე, ან სამგანზომილებიანი ქანდაკების სახე ჰქონდა ამ ღვთაებებს და ისინი ან ღმერთს გამოსახავდნენ, ან სულის რაღაც გამოხატულება გახლავდათ, რომელიც სულიერი ძალების, ანუ ღვთაების, ასე ვთქვათ, ვიზუალურ ინტერპრეტაციას წარმოადგენდა და შედეგად რელიგიური თაყვანისცემა ხორციელდებოდა ამ საგნებზე. კერპი გამოიყენებოდა როგორც მატერიალური შუამავალი ადამიანს და ღვთაებას შორის და ამიტომ ის, როგორც ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, ბრმა თაყვანისცემის საგანი იყო. ამრიგად ის კერპთაყვანისმცემლობა პირდაპირი გაგებით ნიშნავდა ღმერთების გამოსახულებების თაყვანისცემა, ანუ პოლითეისტურ, იგივე მრავალღმერთიანობის რელიგიაში ეს სხვადასხვა ღმერთკერპების თაყვანისცემაში გამოიხატებოდა. და ღმერთს დაშორებულმა ადამიანმა ეს ბუნების ყველა ძალაში დაიწყო ასევე ამ ღვთაებრივი, ესე იგი, ძალების აღიარება და გაკულტება. ეს პროცესი წმინდა დიმიტრი როსტოველის აზრით ასურეთის მეფე ნინუსმა დაიწყო, ხოლო მამამთავართა მოდგმაში პირველმა სერუქმა გამოიგონა კერპები, ისწავლა რა მათი დამზადება და გაყიდვა და ამ ხელობით ირჩენდა თავის ახლეულს, არჩენდა წარმართებთან ერთად მან
აი ამ კერპების თაყვანისცემაც დაიწყო და თავის სახლს აი ამ დიდი უღირსებით ავნო. მან ეს საქმე თავის ვაჟებსაც ასწავლა, ნაქორს, ხოლო ნაქორმა თავის ვაჟს თარას და რომელიც იყო აბრაამის მამა. ამრიგად დაცემულმა ადამიანმა, როგორც მოგახსენეთ, დაკარგა ჭეშმარიტი ორიენტირები და ბუნების ყველა ძალაში დაიწყო ესე იგი ღვთაებრივი ელემენტების ძებნა. რელიგიის ისტორიის სახელმძღვანელოში ჩვენ ვკითხულობთ, რომ დაცემული ადამიანის აზრით წყალს თავისი მფარველი ღმერთი ყავდა, კტეს თავისი, ჭექა-ქუხილს სხვა ღვთაება განაგებდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ასე ჩაეყარა საფუძველი მრავალღმერთიანობას. ადამიანები ღვთაებრივ სამყაროსთან აიგივებდნენ აგრეთვე სხვადასხვა პლანეტებს, ვარსკვლავებს, კომეტას, მზეს, მთვარეს, დედამიწას, მცენარეებს, ბუნებრივ ქვებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამ მრავალღმერთიანობასთან სისტემაში გამოკვეთილია დიდი და მცირე ღვთაებათა ჯგუფები. ზოგი ხალხის რელიგიაში მაგალითად ღმერთების რიცხვი ათასობითაც კი აღირიცხებოდა. მფარველი ღვთაებები ყავდა ადამიანებს, მაგალითად მიცვალებულთა სულების სახით, ქალაქების, ტაძრების, სასახლეების, მიწისქვეშა თუ მიწისზედა წყლების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ფორმები იყო აურაცხელი, ძალიან მრავალფეროვანი და ყველა ეს კერპთაყვანისმცემლობის სახეობები გახდათ. სხვადასხვა რელიგიებში უპირველესობა ამა თუ იმ ღვთაებას ენიჭებოდა. აი მაგალითისთვის ეგვიპტელთა და ხეთებთა წამყვანი ადგილი ეკავა მზის თაყვანისცემას. ჩინელებთან პრიორიტეტი ენიჭებოდა ცას და ქანანელებთან კიდე მოსავლიანობის მფარველ ღვთაებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ცალკეულ ღვთაებებს განჩინებული ყავდა კიდე თავისი ღვთისმსახურები, ანუ ქურუმები, რომელთა მოვალეობას რელიგიური წესებისა და რიტუალების დაცვა წარმოადგენდა. ზოგ რელიგიაში ჩვენ გავრცელებული იყო ამა თუ იმ ღვთაების გამოსახულების შექმნა და ეს გამოსახულება ან გრაფიკული სურათის სახით იყო, ან ქანდაკება კერპის სახით და კერპებს ამზადებდნენ როგორც ხისაგან, ისე ლითონისაგან, ქვებისაგან თუ დახატული სახით. მრავალღმერთიანობის ეს ერთ-ერთი ფორმა ძმაუნდადანო იყო ასევე სხვადასხვა ნებების კულტები, მაგალითად ანუ გრძნობების კულტების წამოწევა წინ, ანუ ბერძნულ რელიგიაში დიონისე, ღვინისა და გართობის კულტი იყო, აფროდიტა მაგალითად სიყვარულისა და სილამაზის კულტი იყო, ქანანელებთან ღვთები ჩვენ ესეთი კულტის თაყვანისცემა, რასაც ქვია აშერა, რომელიც იყო პროსტიტუციის კულტი, ანუ გარყვნილების ქურუმები ყავდათ, რომლებიც გარყვნილების რიტუალებით იყვნენ დაკავებული. ერთი სიტყვით ღვთაებად მიიჩნეოდა ყველა ვნების დაკმაყოფილება, ყოველი ვნება გამოიხატებოდა თავისი ქანდაკებით ან კერპით და ასეთი კერპების წინაშე სრულდებოდა როგორც საზოგადოებრივი, ისე პირადი თაყვანისცემა, ანუ კერპს მსხვერპლად სწირავდნენ ხშირ შემთხვევაში ცხოველებს, მაგრამ არც თუ იშვიათად თვით ადამიანებსაც კი. მაგრამ გარეგნული კერპთაყვანისმცემლობას არსობრივად ეშმაკის თაყვანისცემა იყო, როგორც ამას გვამცნობს ჩვენ პავლე მოციქული, თარმედ რომელსა იგი უგებენო წარმართნი, ეშმაკ და უგებენო და არა ღმერთსაო. საკერპოები და თავად კერპები ეშმაკის სიყვარულის სამკვიდრებელი იყო და აი ამ საკერპოებიდან სწორედ ეშმაკები ბატონობდნენ და ისინი ხშირად ხმებსაც გამოსცემდნენ ან წინასწარ მეტყველებდნენ ჭყალებში, რა თქმა უნდა, თუ როგორი დღე ელოდათ მათ, ანუ როგორი დასასრული ექნებოდა მის ცხოვრებას. ამ კუთხით საინტერესოა ქართული
კერპთაყვანისმცემლობის ეპოქაც მოგეხსენებათ საქართველოში ვიდრე ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებოდა ქართველი იყო წარმართული კერპთაყვანისმცემლობის მატარებელი ქართული წარმართული რელიგიების შესახებ მრავალი წერილობითი წყაროც არსებობს და ქართული ეს წარმართული ღმერთების პანთეონის შესახებ უპირველესი წყარო ლეონტი მროველს აქვს თავის ნაწარმოებში მეფეთა ცხოვრება და ამ თხზულებაში ნახსენებია ღვთაებები გაცი, გაიამი და არმაზი და მოქცევა ქართლისაში ჩვენ ვხედავთ რომ შემავალ წმინდა ნინოს ცხოვრებასთან დაკავშირებულ თხზულებებშიც არაერთი ახალი ღვთაების სახელი შემოდის ეს ქალდებელთა ღვთაებებია ითრუჯანია რომელიც ღვთაება არმაზს ემტერებოდა ჩვენთვის რა თქმა უნდა საინტერესოა ცნობას აი ამ ქართული წარმართული პანთეონის ღვთაებათა ანუ კერპების აღწერილობას ქართლის ცხოვრებაში ვპოულობთ და იქ წერია ესეთი რამ რომ დაიხილა წმინდამა ნინომ რამე თუ დგა კაცი ერთი სპილენძისა და ტანსა მისა ეცვა ჯაჭვი ოქროისა და თავსა მისა ჩაბალახი ყარი და თვალნი ესხნენ ზურმუხტისა და ბივრილი და ხელთა მისთა აქ უნდა ხმალი ბრწყინვალე ვით არცა ელვა და კვალად იყო მარჯვენად მისა კაცი ოქროისა და სახელი მისი გაცი და მარცხენეთ მისა უდგა კაცი ვერცხლისა სახელი მისი გაიამ რომელი იგი ღმერთად უჩნდესერსა მასა ქართლისასა ბრძანებს ქართლის ცხოვრება ესე იგი არმაზის კერპის აი ამ აღწერილობასთან პირდაპირ კავშირშია ლეონტი მრეველის ისტორიული ქრონიკის შემდეგი ცნობები ის ამბობს რომ რამე თუ ახა ესე რა ღმერთნი დიდნი სოფლის მყრობელნი მზისა მომფენელნი წვიმისა მომცემელნი ქვეყანასა ნაშრომთა გამომზდელნი ღმერთნი ქართლისანი არმას და ზადენ ყოვლისა დაფარულისა გამომეძიებელნი ძველნი ღმერთნი მამათა ჩვენთანი გაცი და გაიამი ესე იგი აქვე უნდა მოვიყვანოთ კიდევ ერთი ადგილი ლეონტი მროველის იმავე ნაწარმოებიდან სადაც ის ბრძანებს რომ ამანვე ფარნავას შექმნა კერპი დიდი სახელსასა და თვისისასა ესე არის არმაზი რამე თუ ფარნავას სპარსულად არმაზს ერქვაო ну აი ამ ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე დიდ სიძნელეს რა თქმა უნდა არ წარმოადგენს რომ გამოვყოთ არმაზის კერპის აღწერილობის ძირითადი კომპონენტები ჩვენ ვხედავთ თვალნათლივ რომ კერპის სქესია წარმოსახული მამრობითია ის მისი პოზა მასალა სპილენძისაგან ის არის შექმნილი რომელთაც იგი არის დამზადებული ასევე ღვთაების ატრიბუტები მისი ბუნება ჩაცმულობა ასევე კერპის თანხლები წყვლილი ღვთაებები ვხედავთ ჩვენ ამასთან ერთად ისმება ეს საკითხი რომ კერპისა და მისი ადგილსამყოფელის სახელწოდება იყო როგორც ვხედავთ არმაზის კერპის აღწერილობის მთავარი დეტალებში წარმოდგენილი და ის ზოგიერთი მკვლევარების აზრით იმეორებს ხეთურ ღვთაებათა აღწერილობას მაგალითად არმაზსაც მსგავსად ხეთური კერპებისა ის დამზადებული იყო ლითონისაგან და მდგომარე პოზაში იმყოფება თუმცა ცნაურია მეორე გარემოება რომ არმაზის კერპი დამზადებული იყო სპილენძისაგან ხოლო მისი თანხლები ღვთაებები ერთი ოქროსაგან და მეორე ვერცხლისაგან რაც უკვე ზოგიერთი მკვლევარების აზრით სხვა განვითარებას პოვებს ანუ ის უფრო ირანული წარმოშობის მიაჩნიათ სპარსული ამიტომ მკვლევართა შეხედულებები თუ რომელი წარმართული რელიგიის კომპონენტების გავლენა მეტწილად იყო იმ პერიოდის კერპთაყვანისმცემლობაში არის ორად გაყოფილი და უკანასკნელ წლებში უფრო მეტად მკვიდრდება შეხედულება რომ ეს იყო ირანული სპარსული ელემენტების
გავლენის ქვეშ დამზადებული კერპები. მაგალითად, გორგაძის აზრით არმაზი თავის თავში უნდა აერთიანებდეს მცირე აზიული წარმოშობის მეომარ და ამინდის ღვთაებათა ფუნქციას და აკადემიკოსი კიდე კეკელიძე და ასევე წერეთელიც იხრებოდნენ იმ აზრისაკენ, რომ რომლის თანახმადაც არმაზი ირანული წარმოშობის ღვთაება იყო. და გორგაძე ასევე ამბობს, რომ სიტყვა არმაზი შეიძლება დაუკავშირდესო ხეთურ სიტყვას არმას, რაც ნიშნავდა მთავარ არმაზის კავშირს აპურამაზდიასთან და ამ აზრს ასევე იზიარებს ივანე ჯავახიშვილიც. მოკლედ, ასია თუ ისია, ჩვენ ხედავთ, რომ თავისთავად ფაქტი იმას ემეტყველებს, რომ საქართველოში იყო უმძიმესი კერპთაყვანისმცემლობის პერიოდი და ქრისტეს შობის შემდეგ მოციქულებისა და ბოლოს წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების შედეგად უკვე ეს უხეში კერპთაყვანისმცემლობის ეპოქა სრულდება და საინტერესოა წმინდა ნინოს ცხოვრების ამ ეპიზოდის განხილვა. წმინდა ცხოვრებაში ხედავ ჩვენ ესეთ აღწერილობას, რომ 6 აგვისტოს ახალ წელს და არმაზობას კერპთაყვანისმცემლობის მთავარ დღესასწაულებზე წმინდა ნინომ არმაზის კერპის შემოსრა, როგორც წმინდა გიორგიმ უჩხულიო. ამის შესახებ კარგად წერს არქიმანდრიტი რაფაელი თავის წიგნში საქართველოს წმინდანების შესახებ. ლოცვის ძალამ განგმირა უჩხული, ხოლო არმაზის კერპი დაცა და დამსხვრევად აქცია. ეს დღე წმინდა ნინომ ახალი ქრისტიანული ხანის დასაბამად აქცია ქართველი ხალხისათვისო. და მცხეთა სადღესასწაულო ყიჟინით ესე იყო საზეიმო პროცედურით და არმაზის კერპის პატივისცემად დანთებული ამ ცეცხლით გაჩირაღნებული შეხვდა ამ კერპის თაყვანისცემის დღეს. წარმართები ყოველ თავის პირველ დღეს არმას წირავდნენ, მაგრამ ახალი წლის დასაწყისი განსაკუთრებული სარზეიმით აღინიშნებოდა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მცხეთის ნაპირებთან მხარეზე ფარნავაზ მეფემ ციხესიმაგრე ააგო და იქ იყო ის წარმართული ტაძარიც, რომელსაც არმაზი ეწოდებოდა და მარცხნივ მცხეთის მოპირდაპირე მხარეს მთის წვერზე ზორაოსტრელთა ღვთაებების კერპები იდგა, რომლებიც ლითონისაგან იყო გამოჭედილი და ძვირფასი თვლებით იყო მორთული. ერთ მათგანს ხმალი მოეღერებინა და ისე დახურებდაო მცხეთას, როგორც დამპყრობელი ათვალიერებს ქალაქს ციხესიმაგრის სიმაღლიდანო. წმინდა ნინომ მუხლი მოიყარა იმ დღეს, როდესაც ეს საშინელი კერპთაყვანისმცემლობა სარზეიმით აღინიშნებოდა, ილოცა გულხმრალედ ღვთის წინაშე და უფალმა თავისი ძალა გარდამოავლინა იმ დღეს და კერპები დაემსხვრა, მსგავსად იმისა, როგორც დაემსხვრა სხვა დროს ძველ აღთქმაში უამრავი კერპი ღვთის ძალითა და ნიჭით. როცა ღვთისმშობელმა ყმა იესოსთან ერთად ქალაქის კარიბჭესთან ზღურბზე გადაიარა, მაშინაც ვიცით, რომ უამრავი კერპი დაემსხვრა. მოხდა სასწაული ძმამდადანო, ამოვარდა ქარიშხალი და ჰორიზონტებზე ღრუბელი ისე ძლიერად მოიყარა, რომ ზეცამ თითქოს წარბები შეკრავო, ღრუბლები შავი ყინულივით, ესე იგი მოცურავდნენ მცხეთის თავზე და რიჟრაჟი და ამომავალი მზის ნათელი ბინდიბუნდით შეიცვალა, დრო თითქოს უკან დაბრუნდაო და კვლავ დაღამდა, ელვამ ღრუბლები გააპო და ეს დააგვირგვინა, ესე იგი გუგუნით, მიწისძვრით და ქარბორბალათი არმაზის კერპი იქნა ესე იგი დანგრეული. როგორც რაინდი ტყორცნის შუბს და თავის მეტოქეს ცხენიდან აგდებს, ესეთნაირად იქნა დამსხვრეული და გადმოგდებული არმაზის კერპი და
აი ესეთი სეტყვანარები კოკისპირული წვიმის შედეგად გეგონებოდათ, რომ საერთოდ აღარ არსებობდა არანაირი კერპთაყვანისმცემლობის მანქანება იმ ქალაქში. არაგმა ქაფი მოიგდო, ესე წენს მამა რაფაელი და თითქოს ადუღდაო, ტალღები ყალხზე დგებოდნენ და მთის მწვერვალებზე აღწევას ლამობდენო და ცოტაც და მდინარეებიც კი წალეკავდაო მცხეთას და თავიანთ მორებში ჩაძირავდაო. და ქალაქი, ესე იგი, აი ამ საშინელებისაგან შემდეგ ნელ-ნელა ისე როგორც ჭექა-ქუხილი სწრაფად დაიწყო და ისევე სწრაფად შეჩერდა ის და გრიგალისაგან განწმენდილ და წვიმით განბანილ ცაზე კვლავ გამოანათა მზემ და მთის მწვერვალზე უკვე როგორც მამები ამბობენ აღარ მოჩანდა კერპები. აი ესეთია მოკლე აღწერილობა იმ მოვლენისა, რომელიც წმინდა ნინომ საოცარი ღვთის ძალმოსილებით გაანადგურა და შემუსრა კერპნი იგი წარმართანი არმაზი და მისთან ამხლები სხვა კერპებიც. ჩვენ მოგახსენეთ, რომ კერპთაყვანისმცემლობა საკმაოდ რთული თემა გახლავთ ძველ აღთქმაში წარმართები ეთაყვანებოდნენ კერპებს და ეს გარეგნული კულტით ისინი განსხვავდებოდნენ ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლებისაგან. მთელი არსი კერპთაყვანისმცემლობისა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ რაღაცა საგანია თუ იდეა იკავებს ღვთის ადგილს, ის განსაზღვრავს ადამიანის აზროვნებას, მის მოქმედებას და აი ამდენად თუ ძველ დროში უხეში ფორმის კერპთაყვანისმცემლებთან ჰქონდა საქმე, ნელ-ნელა მან კიდევ უფრო საშიში და დახვეწილი სახე მიიღო თანამედროვე სამყაროში. კერპი არ არის ისე გამოკვეთილი, როგორც ადრე, ის ხშირად დაფარულია გარეგნული თვალისათვის, რაღაც შენიღბულად მოქმედებს. ეს ის სიტუაციაა ძმაო და დანო, როდესაც ერთი შეხედვით ტრადიციულად მოაზროვნე კულტურული ადამიანის ნიღმის ქვეშ აბსოლუტურად უცხო და მიუღებელი მსოფლმხედვე აღმოჩნდება, რაც განსაკუთრებულ სახიფათო ფორმის კერპთაყვანისმცემლობას წარმოადგენს. ასეთი კერპი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ნივთი, ნებისმიერი იდეა და ადამიანიც თავისი დიდების მოყვარეობით, ვერცხლის მოყვარეობით და სხვა ვნებებით, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ და კიდე გვექნება საუბარი. ცნობილი მორალისტი, მოაზროვნე ბეკონი, ფრენსის ბეკონი წერდა ესეთ რამეს, რომ შეიძლება მავანი ფიქრობსო, რომ კერპთაყვანისცემა წარსულია და დღეს ის არ არსებობსო, მაგრამ ეს დიდი შეცდომაა, იმიტომ რომ ადამიანები დღესაც ძერწავენ დიდ თუ პატარა ხელთუქმნელ ღმერთებს და ეს თანამედროვე ფსიქოლოგიური ყოფა და ცხოვრების ფილოსოფია გახდაო, რომელიც დაკავშირებულია ხშირად სიმდიდრესთან, წარმატებასთან, ძალაუფლებასთან, ფულთან და ეს ახალი მსოფლმხედვაა, რომელიც მიმართულია ტომაქისა და ჯიბისაკენ, რაც აი ამ ადამიანების ვნებებთან არის გაიგივებულიო. ეს არის უტყუარი ჭეშმარიტება და წმინდა ნიკოლოზ სერბი აი ესეთ შეკითხვას სვამს, რომ ერთი შეხედვითო დღეს რომელ სრულ ღმერთებს კერპებს ან რა ძალას შეუძლია დაჩtildeოს მარადიული ცხოვრების პერსპექტივა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ არსებობსო კერპები და ისინი ეღობებიან აი ამ პერსპექტივას, ანუ მარადიული ცხოვრების დამკვიდრებას. თქვათ ისიც, რომ ცნება კერპს სხვა სინონიმებიც გააჩნია, აი მაგალითად მას ეწოდება ასევე კუმირი და ასევე სიტყვა კერპი ბერძნულიდან სიტყვა იდეასთან არის დაკავშირებული, ეიდოსთან, რომელიც არის ფუძე იდეისა. არც თუ ისე შორეულ წარსულში ჩვენ ვხედავთ, როდესაც მეცნიერებამ ზურგი აქცია ღმერთს და ეს კერპი სწორედ იდეა გახდა, რომელიც შერწყმული იყო პოლიტიკურ მოღვაწეობასთან
გავიხსენოთ მაგალითად მარქსი, ენგელსი, კანტი თუ სხვა იდეოლოგები, მორალისტები, რომლებიც ამბობდნენ, რომ სწორედ ადამიანის გონება არის მთავარი იარაღი და მას ყოველივე შეუძლია ღმერთის გარეშე, ამბობდნენ, რომ იდეისა და ამ პოლიტიკის შეწყმის შედეგად წარმოიშვა სწორედ ეს იდეოლოგია, რასაც ქვიან ცნება იდეოლოგია, სწორედ ეს იყო იდეოლოგია ქმნის თავის ფასეულობებს, თავის კერპებს და ამის შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ და კიდევ უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ამრიგად, კერპი შესაძლოა გახდეს ადამიანის გონებრივი საქმიანობა, რის შედეგადაც ცრუ ფასეულობები და იდეოლოგიები ეღობება ადამიანს ღმერთთან მისვლაში, იგივე მარქსიზმი იქნება ეს თუ ნიჰილიზმი თუ გლობალიზმი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანის კერპი ასევე შეიძლება გახდეს ნებისმიერი ვნება, ხორციელი, მშვინიერი თუ სულიერი, აქ დროულია ტერტულიანეს სიტყვების მოშველიებაც, ის ბრძანებს, რომ კაცობრიობის ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც საკუთარ თავში შეიცავს სხვა მრავალ ბოროტებას, რაც ადამიანის დასჯის მიზეზი გახდება, არის კერპთაყვანისმცემლობაო. და ამიტომ კერპთაყვანისმცემლობა ეს ნიშნავს, რომ ეს არის მოუქმედი წარმართობა, შეიძლება ეს გახდეს სხვადასხვა რელიგიისა თუ მსოფლმხედველობის მქონე ადამიანები, ეს შეიძლება იყოს თმამდადანო როგორც ათეისტები და მათი თაოსნობით დაწყებული, ასევე შეიძლება იყოს თვითმართმადებელი ქრისტიანები, რომლებიც არასწორად ეთაყვანებიან ღმერთს. ვინაიდან ღვთისადმი ერთგულება იოანე ღვთისმეტყველის თქმით, ნუ სიტყვითა ხოლო, ნუ ცაინითა, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებითა დაემტკიცებისო. ჩვენ იმის თქმა გვსურს ძმამდადანო, რომ ადამიანი გარეგნულად შეიძლება გამოიყურებოდეს მორწმუნედ, ეკლესიურ ადამიანათაც კი, მაგრამ შინაგანად ის ცხოვრობდეს აბსოლუტურად სხვა შემართებით და აზროვნებით და გადამწყვეტ მომენტში შეიძლება აერჩიოს ის საკუთარი და მისთვის ძვირფასი შექმნილი აზრი, მოსაზრება, რომელიც აშორებს მას ჭეშმარიტებისაგან და ამავე დროს მას ეგონება, რომ ის არის თავად ჭეშმარიტება. სწორედ ასეთი წმინდა მამები გვაფრთხილებენ, რომ ყველაზე მეტად ასეთი კერპთაყვანისმცემლობის უნდა გვეშინოდეს, როცა კერპი არა იმდენად გარეგნულად, რამდენადაც შინაგანად მოქმედებს. ხშირია შემთხვევა, როდესაც მორწმუნე ადამიანი თავისი ახირების ერთგული უფროა, ვიდრე ეკლესიის სწავლებისა და ერთიანობის და პავლე მოციქულის სიტყვისაებრ, რამე თუ უმეცა რიყვნესა იგინი, სიმართლისა მისგან ღვთისა და თვისა მასა სიმართლესა ეძიებდესო, დამტკიცებად და სიმართლესა ღვთისასა არა დაემორჩილნესო, ასე ბრძანებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში. მსგავსი თვითნებობა რელიგიური ადამიანებისა თუ რელიგიის რიცხვი ესეთი ძალიან ბევრია, ჩვენ ვხედავთ ნებისმიერ ერეტიკულ სწავლებებში, სქიზმატურ თუ სექტანტურ სწავლებებში თუ ფანატიკურ სწავლებებში და მათ საზოგადოებებში ძირითადი ნიშანთვისება სწორედ ეს გახლავთ, რომ უარყოფენ ჭეშმარიტ ეკლესიის სწავლებას და საკუთარი გონების მიერ შეთხზილი რელიგიის თაყვანისცემად გვევლინებიან. ჩვენს დროში ძველი წარმართული კერპების ადგილი ხედავთ, რომ დაიკავა ასევე საკუთარი მეს თაყვანისცემამ, ანუ ეს არის ის ვნებები, რომელსაც ქვია ამპარტავნება და მისგან გამომდინარე პატივმოყვარეობა, დიდების მოყვარეობა, ქედმაღლობა, თვითნებობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაზე საშიში აი ამ მოვლენაში ის გახლავთ ძმამდანო, რომ ყველა ეს ვნება, როგორც ნორმალური და ბუნებრივი მოვლენა, ესე არის შემოთავაზებული და აღქმული და აი ამ ვნებების თავისუფალი, ასე ვთქვათ, განვითარების შედეგად ის, რა თქმა უნდა, ღვაწავს ადამიანს საკუთარი ცოდვების
მონათხდის მათ სანაცვლოდ იმისა, რომ ის უნდა ეთაყვანებოდეს ჭეშმარიტ ღმერთს, ის ხდება საკუთარი თვით განდიდების საგანი და აღმერთებს არა ღმერთს, არამედ საკუთარ თავს. კერძო თაყვანისმცემლობას ასევე პავლე მოციქული უწოდებს სიმდიდრისა და ავხორცული ვნებებისადმი სიყვარულს. ის ბრძანებს, რომ მოაკუტინენით უკვე ასონი თქვენი ქვეყანასაზე და სიძვაი, არაწმინდებაი, ვნებაი, გულის თქმაი, ბოროტი, ანგარებაი, რომელი არს კერძო თაყვანისმცემლობა. ამასვე ბრძანებს ნაყროვანების შესახებ, როდესაც ამბობს, რომ რომელთა ღმერთი მუცელარს და დიდებაი და სიცხვილსა შინა მათსა, რომელი ქვეყანესა სრახავენო და წმინდა მამათა თქმით, როდესაც ვერცხლის მოყვარე არაფერზე ფიქრობს, მაგალითად გარდა საკუთარი დიდებისა და სიმდიდრისა და მოხვეჭაზე და დიდების მოყვარე მხოლოდ საკუთარ პატივსა და დიდებაზე და ნაყროვანების მქონე ადამიანი თუ მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ რა ჭამოს და რას თვას, ეს რა თქმა უნდა არის სწორედ რომ უდავო კერძო თაყვანისმცემლობა და აბა დოროთე სამ ძირითად კერპზე ამახვილებს ყურადღებას, ესენი არიან ტკბობის მოყვარეობა, ვერცხლის მოყვარეობა და დიდების მოყვარეობა. აი ამ სამ ესე იგი ვნებაზე აღმოცენდება ეს ულევი სხვა ვნებებისა, რომლებიც ადამიანისთვის ხდება კერპი. როგორც მოგახსენეთ, თანამედროვე სამყაროში ძნელად ვიპოვით აი ამ კლასიკური სახის კერპებს, რაც ძველ დროში გვხდება და კაცობრიობის მტერი არის ცფიერი და მზაგვარი, ის ყველანაირად ცდილობს შეენიღბოს თავისი სიყალბე. დღეს არავინ სცემს თაყვანს შეიძლება ითქვას ქანდაკებებსა და კერპებს, თუ არ ჩავთვლით აფრიკის ქვეყნებსა და გაუნათლებელ სამყაროს, მაგრამ საკუთარი პერსონა დღეს განსაკუთრებული თაყვანისცემის საგანი გახდა. ეს ეგრეთ წოდებული ვარსკვლავები, კუმირები, იგივე კერპები გახდა დღეს თანამედროვე მუსიკოსები, მომღერლები, მსახიობები, პოლიტიკოსები, სპორტსმენები, ტელეწამყვანები და ვინ გინდათ რომელი ერთი ავიღოთ, რომლებიც უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობენ, ყველა მსგავს შემთხვევაში კონკრეტული პიროვნება მკაფიოდ გამორჩეული, ყველას ყავს თავისი კუმირი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება აი ამ ადამიანებს უამრავი ნაკლი და ცოდვა ჰქონდეს, მათ მაინც ეთაყვანებიან და მათი მიმსგავსებაც ცდილობს თანამედროვე სამყარო. შესაძლოა ეს გაუცნობიერებლადაც კეთდებოდეს ზოგიერთების მხრიდან, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ნიჭი, ეს იქნება მომღერლის ხმა, მხატვრის შემოქმედება თუ ფიზიკური სილამაზე თუ ასე შემდეგ, არსობრივად ეს არის ღვთის ნიჭები, ღვთის ტალანტი, რომლებიც გამრავლებული სახით უნდა დაუბრუნდეს შემოქმედ ღმერთს. ანუ წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი ისაკუთრებს აი ამ პატივსა და დიდებას, რომელიც მხოლოდ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს ეკუთვნის. და ასევე უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვით, რომ პროტესტანტულ და სექტანტურ თომილებებს აქვთ ესეთი სწავლება, რომ მიაჩნიათ, რომ მართლმადიდებლები ხატების თაყვანისცემის დროს ეთაყვანებიან კერპებს და ეს არის უდიდესი შეცდომა. წმინდა მამები ამბობენ, როგორც დღე განსხვავდება ღამისაგანო, ისე ქრისტიანული ხატები წარმართული კერპებისაგან. კერპი არის მოგონილი არსებების გამოხატულება, ხოლო ხატებზე გამოხატულია მაცხოვარი, ღვთისმშობელი და წმინდანები, რომლებიც რეალურად ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ და თავისი რწმენით განადიდებდნენ შემოქმედ ღმერთს და რის შედეგადაც მოიპოვეს კიდეც სასუფეველი და ამიტომ იქ წარმართებში საუბარია გამოგონებაზე,
აქ კიდე მართლმადიდებლობაში ეს არის რეალობა. იქ არის სიცრუე და ილუზია, აქ ჭეშმარიტი ღმერთია, კერპი განაშორებს ადამიანებს ძმამდან ღვთისაგან, ხოლო ხატები მოგეხსენებათ, ხატებს მივყავართ ჩვენ ღვთისკენ და აი ამ თემაზეც აუცილებლად გვექნება ჩვენ კიდევ საუბარი. ღმერთმა გვაშოროს ყოველგვარი სახის კერპთაყვანისმცემლობა. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ადამიანის მთავარი მიზანი აი ამ ცხოვრებისა გახლავთ სწორედ, რომ განხთოება, ანუ ღმერთში მადლის პოვება და ყოველივე ნიჭისა, რომელიც კი აქვს ადამიანს, მიაწეროს მხოლოდ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, რომელიც გვაძლევს რეალურად ჩვენ ძალას და ნიჭს საიმისოდ, რომ ვიმოღვაწეოთ ამ ქვეყნად და საბოლოოდ მოვიპოვოთ სასუფეველი ღვთისა. ღმერთმა გაგვაძლიეროს ამ საქმეში და გვაშოროს ყოველგვარი კერპთაყვანისმცემლობის სახეობები. ამინ.